მე ვარ გაბრიელ გაბიდაური 10 წლის. სწავლობ მცხეთის მეორე საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ფეხბურთის თამაში. უკვე 1 წელია ვთამაშობ სულაქველიძის აკადემიაში. მახსოვს პირველი დღე აკადემიაში რომ მივედი, არავის არ ვიცნობდი, მაგრამ არ მინერვიულია. მე ვთამაშობ მარცხენა თავდამსხმელის პოზიციაზე. თითქმის ყველა პოზიციაზე დგომილი ვარ, მაგრამ რომელიც უფრო კარგად მომეწონა და რომელიც უფრო კარგად თამაშობდი, მარცხენა შეტევა იყო და ავირჩიე მარცხენა შეტევა. მოსწავლეებმა თვითონ დამაყენა. რომ მიხდა რომ იქ უფრო კარგად გამომდიოდა თამაში, იქით დამაყენა. მოედანზე ჩემი მთავარი მოვალეობაა გოლების გატანა. ჩემს კარიერაში მაქვს 30-მდე გოლი გატანილი. ერთი გოლი გამომივიდა ყველაზე ლამაზი ვარჯიშზე ვიყავი და ჯარიმა იყო საჯარიმო ცოტა უკნიდან და დამარტყმევინეს მე და მე მეგონა დავარტყი რა და მე მეგონა ზევიდან გადავიდოდა რა კარისზე და უცბად დავინახე რომ ჩაჯდა კარში და გამიხარდა ძალიან. მე კარისაც ეგონა რომ ბურთი ძდებოდა და არ გადახტა. ისეთი მომენტის მქონია რომ უეჭველი უნდა გამეტანა, მაგრამ ვერ გავიტანე. მაგალითად, ერთ-ერთზე გავდიოდი და უკნიდან ფეხი ჩამარტყეს და ვერ გავიტანე. პენალი უნდა ყოფილიყო, თამაში არ გააჩერეს და ჩემი ემმა გოლი გაიტანა. ჩემი ყველაზე კარგი საფეხბურთო თვისებაა დრიბლინგი და სისწრაფე. გამოსასწორებელი მაქვს თამაშზე, როცა თამაშზე გავდივარ მოედანზე, ნერვიულობ ხოლმე. ვცდილობ ისე ვითამაშო წვრთნელისგან შენიშვნა არ მივიღო და ამიტომ ნერვიულობ. აკადემიაში ჩემი წვრთნელებია თენგიზ სულაქველიძე და გიორგი მასწავლებელი. მკაცრები კი არიან, მაგრამ სამართლიანები არიან და ბავშვები უყვართ. ჩემი აზრით თენგიზ სულაქველიძის აკადემია იმიტომ არის კარგი, რომ ბევრი სტადიონი და ფეხბურთელისთვის კარგი განწყობა აქვთ. კიდევ კარგი წვრთნელები ყავთ და მეგობრული გარემოა. სხვა გუნდში ვერ გადავალ, რადგან უკვე მივეჩვიე ჩემ გუნდებთან ერთად თამაში და აქ კომფორტულად და მხიარულად გძნობ თავს. მე მინდა მქონდეს თეთრი ფორმა და უკან ეწეროს 28 და გაბიდაური. საქართველოს ნაკრებში სიამოვნებით ვითამაშე 4 ნომრით. ჩემს კარიერაში მქონდა უკვე 40-მდე შეჯიბრება. ყველაზე კარგად დამამახსოვრდა გლდანთან თამაში, როდესაც გავიტანე 3 გოლი. ჩემი კარიერა წარმომიდგენია ჯერ სულაქველიძის აკადემიაში კარგად ვისწავლი, როგორ უნდა ვითამაშო, როგორ უნდა სად უნდა მოვატყუო, სად უნდა პასი მივცე და მერე ალბათ გადავალ დინამოში. მერე რამდენიმე ხანში გადავალ ინტერში ან ავაზაში. მერე ვითამაშებ ნაპოლში. ფეხბურთის თამაშს ვაპირებ, სანამ არ მომბეზრდება, ბოლომდე უნდა გავყვე. მაშინ ალბათ ვიქნები დაახლოებით 48 წლის. კარიერის დასრულების შემდეგ ვიქნები ბავშვთა მწვრთნელი და გავხსნი ჩემს აკადემიას. ამ საფეხბურთო სკოლას დავარქვევ გაბრიელ გაბიდაურის აკადემიას. თუ რაიმე მიზეზის გამო ფეხბურთელი ვერ გამოვედი, ვაპირებ რომ გამოვიდე მწვრთნელი. ფეხბურთი მიყვარს ძალიან. ბავშვობაში მინდოდა გამოსულიყავი მოცურავე, მაგრამ ფეხბურთი ავირჩიე. ჩემი სკოლა იმიტომ მიყვარს, რომ არის მხიარული განწყობა, არიან მხიარული მასწავლებლები და კარგად გძნობ ჩემ კლასელებთან ერთად თავს. ჩემ კლასში ყველაზე მხიარულია ნიკოლოზ კოსტანაშვილი. ყველაზე ძელქი არის დათო ღორჯომელიც. ყველაზე ჭკვიანი ნინი ნადიბაიძე. ყველაზე მშვიდია მარიამ მაისურაძე. მე ვარ ყველაზე საინტერესო. ჩემი საყვარელი საგანია მათემატიკა. საყვარელი მასწავლებელია ლელა კაპანაძე, რადგან ბევრს გვათამაშებს, გვამხიარულებს, ერთგულია და მეგობრული. ახლა მინდა ვიყოთ 18 წლის, რადგან გამომიძახებენ საქართველოს ნაკრებში. სახლში ვცხოვრობთ მე, დედა, მამა, ბებია და ჩემი 2 და. კიდე მინდა მყავდეს ერთი ძმა. ჩემი და არის 6 წლის და ქვია მარიამი. ის არის ცელქი, პრანჭია და მოუსვენარი. მეორე და არის 4 წლის და ქვია ელენე. ელენე არის დამჯერი, ჭკვიანი და საყვარელი. ჩემი აზრით მარიამი რომ გაიზრდება, გამოვა ექიმი. და ელენე მოდელი. მამიკო არის მხიარული, საყვარელი და მეგობრული. დედიკო არის ლამაზი, მხიარული, მეგობრული, ერთგული და საქმიანი. ბებია არის ლამაზი და ახალგაზრდა. ძალიან მეყვარს ბებიასა და დედას ერთად გაკეთებული ხინკალი. ჩემი აზრით, ჩემი ცოლი გააკეთებს ყველაზე გემრიელ გუფთას. ამ ეტაპზე შეყვარებული იმიტომ არ ყავს, რომ ფეხბურთის კარიერაში შემიძლის ხელს. ცოლს მოვიყვან, როცა ვიქნები დაახლოებით 28 წლის. შვილებს დავარქმევ ილიას და ნინის. ჩემს ცოლს დავარქმევ ლიზის.
მიყვარს კითხვა თუ წიგნი საინტერესოა და ჩემი საყვარელი წიგნია ხვიჩა კვარაცხელია. მე რომ მწერალი ვიყო წიგნს დავწერდი ფეხბურთის მოგონებაზე. ვინ მოიგონა ფეხბურთი და როდის გამოიგონეს. ეს იქნებოდა ფეხბურთის ისტორიას დაწერილი წიგნი. ასევე მიყვარს მულტფილმების ყურება და ჩემი საყვარელი მულტფილმია ტომი და ჯერი. მაგ მულტფილმში მინდა ვიყო ტომი. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს ჩემს მეგობრებს გავეთამაშებოდი და რომელიმე მწერად გადავაქცევდი ან ცხოველად. ჩემი ოცნების საჩუქარი არის კარგი მანქანა. 21 წლის რომ გავხდები ვიყიდი შავ მერსედესი. სამოგზაუროდ წავიდოდი სიამოვნებით იტალიაში. წინა მონაწილემ დამიტოვა ასეთი შეკითხვა: რომელი სუპერძალა მინდა რომ მქონდეს? მე მინდა მქონდეს ტელეპორტაციის სუპერძალა. შემდეგ მონაწილეს უტოვებ ასეთ შეკითხვას: ადამიანი უნდა იყოს უკვდავი თუ არა? ჩემი აზრით ადამიანი უნდა იყოს უკვდავი. ან მინიმუმ ცხოვრობდეს 150 წელი. ბედნიერება არის გოლების გატანა, ფეხბურთის თამაში, კარგი ცხოვრება, კარგი მანქანა და სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობა. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.